ასტროლოგია, როგორც ცოდნის უძველესი სისტემა, ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან როლს კაცობრიობის ისტორიაში და გვიჩვენებდა ადამიანის ადგილს სამყაროს კოსმიურ წესრიგში და ადამიანის მნიშვნელობას. ასტროლოგიის, თავდაპირველად რო ვიწყებთ ასტროლოგიის შესწავლას, მნიშვნელოვანია, რომ ზოდიაქოს სისტემებს შორის განსხვავებები დავინახოთ და შემდეგ შუა პროცესის დროს, თავიდანვე ვიცოდეთ, რომ ეს არის განსხვავებული ზოდიაქოს სისტემები და შემდეგ არ მოგხვდეს რაღაცა და არ გვეუცნაუროს, ხო? ეს ვიტყვი ახლა ორ ზოდიაქოს სისტემაზე, რომელიც არის ძალიან პოპულარული. ერთი არის სიდერალური, იგივე ვედური ასტროლოგია, მეორე არის ტროპიკული ზოდიაქო, იგივე დასავლური ასტროლოგია და ზუსტად დღევანდელ ლექციაში მინდა ჩავშალო ამ ზოდიაქოს სისტემებს შორის სხვაობა და სიდერალური ზოდიაქო, იმიტომ რომ მე არ ვარ ვედურ ასტროლოგიაში სპეციალიზებული, სიდერალური ზოდიაქო აღვწერო ტროპიკული ზოდიაქოს ჭრილში თუ რას ნიშნავს სიდერალური ზოდიაქო ჩვენი გადმოსახედიდან. ასტროლოგია ვიცით, რომ წინა ლექციაში გავიგეთ ჰერმეტული პრინციპის, როგორც ევით ისე აქვევით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანალოგიის პრინციპის საფუძველზე დგას, რაც ნიშნავს, რომ ციური სხეულების მოძრაობა და მათი ურთიერთმიმართება ასახავს დედამიწაზე მიმდინარე პროცესებს. ეს არ არის მარტივი გამეორება, არამედ ერთიანი კოსმიური ორგანიზმის ნაწილების სინქრონული ქმედება და ზუსტად ვეცდები დღევანდელ ლექციაში ასევე დაგანახოთ მექანიზმი იმ ერთიანობის, რა ერთიანობაშიც ჩვენ ადამიანები რეალურად ვიმყოფებით და დღეს კი არის ტენდენცია, რომ რაღაცა ამ გაერთიანებისკენ მივიდეთ და მივხვდეთ, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვართ სამყაროს ნაწილები, ხო? და ესე დაშლით და ცალ-ცალკე რაღაცეები სწავლით, კი, ცალ-ცალკე ნებისმიერი მეცნიერება აღწევს რაღაც კონკრეტულ წარმატებას, მაგრამ რეალურად ადამიანი არის მთლიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა განიხილოს ისევ მისი გარემოს, მისი სოციუმის, მისი ოჯახის, სამშობლოს, კაცობრიობის ჭრილში. ანუ ვერ ამოვარდები რაღაცა კონკრეტული თუნდაც ეპოქის თავისებურებებიდან, თუნდაც საზოგადოების თავისებურებებიდან, იმიტომ რომ ნებისმიერი ესეთი რაღაცა ახდენს გავლენას ადამიანზე, ხო? და ზუსტად ერთ-ერთი ფაქტორი არის, როცა ნატალური რუკების განხილვის შესწავლაზე გადავალთ, ერთ-ერთი ფაქტორია ზუსტად ეს გარემო, რა გარემოში ხდება ადამიანი, ხო? და რამდენად არის შესაძლებელი ის პოტენციალი გაიხსნას, რაც მას მიეცა. ეხლა დაუბრუნდეთ თვითონ ტროპიკულ ზოდიაქოს. ტროპიკულ ზოდიაქოს დროს ისევე როგორც სიდერალურ ზოდიაქოს დროს რაღაცა მზის ნიშნები აქვს ადამიანს. ვეუბნებით, რომ არის ლომი, კურო, ვერძი, თუმცა ტროპიკული ზოდიაქოს დროს ეს არ უკავშირდება ცაში ხილულად ვარსკვლავების ჯგუფს. ეს არის დაკავშირებული ზოდიაქოს ნიშნებთან, როცა ეს ორი სისტემა როცა უბრალოდ ტროპიკული ზოდიაქო ჩამოყალიბდა, ეს თანავარსკვლავედების სისტემა არსებობდა როგორც მუნდანური ასტროლოგია, ხო? იმიტომ რომ მაშინ ადამიანის ცნობიერება არ იყო ასე დიფერენცირებული და მაგის გამო განიხილებოდა უფრო რაღაც ერის, ტომის თუ რაც იყო მასიურ ჭრილში რა თითეული ადამიანი და ესე ცალკე ინდივიდუალური მნიშვნელობა არ ჰქონდა. როცა ჩამოყალიბდა ტროპიკული ზოდიაქო, ეს ორი ზოდიაქოს სისტემა, ორი წრე მნიშვნელოვნად კი არა, ემთხვეოდა ერთმანეთს რა, საწყისი ვერძის 0 გრადუსი, იგივე იყო ვერძის თანავარსკვლავედთან 0 გრადუსზე. უბრალოდ ტროპიკული ზოდიაქო, ვიცით რა არის, ვიცით რომ არის დღევანდელ ჰოროსკოპი რა, რაც არის. ჰოროსკოპი არის 12 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ჩვენი დაბადების მომენტში იგება. ტროპიკული ზოდიაქო ზუსტად ეს არის. და ეს თითეული ზოდიაქოს ნიშანი არის 30 გრადუსი, რეალურად თანავარსკვლავედები ეგრე არ არის და ზუსტად სხვადასხვა გრადუსები შეიძლება იყოს 15 გრადუსი, შეიძლება 30 გრადუსი, მაგრამ ეს არის თანაბრად დაყოფილი ზოდიაქოს ნიშნები და ყველა ნიშანს აქვს თანაბარი 30 გრადუსი და მისი საწყისი წერტილად ითვლება ვერძის 0 გრადუსი. ეს უკვე უკავშირდება
ვიცით, რომ ასტროლოგიაში გვაქვს მოდალობები, ეს მოდალობები არის კარდინალური, ფიქსირებული და მუტაბელური. შემდეგ ამ ყველაფერსაც ჩავშლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გექნებათ გაგებული ამასთან დაკავშირებით. კარდინალური იგივე ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა არის სეზონების დამწყები. ეს კარდინალური ნიშნები უკავშირდება სეზონების დასაწყის იგივე 4 მთავარ მომენტს მზის ციკლში. ვერძის ზოდიაქოს ვერძის 0 გრადუსიდან დღე იწყებს მომატებას, ანუ მზის სინათლე იწყებს გაზრდას, კირჩხიბში აღწევს თავის მაქსიმუმს, შემდეგ ისევ თანაბრდება და იწყებს დაღმასვლას, ხო, მზე, ანუ მზის მზედგომებია რა ეს, მზის ურთიერთქმედება დედამიწასთან. ესე რომ ვთქვათ, თვითონ ტროპიკული ტროპიკოს მოდის ბერძნულიდან და ნიშნავს მოტრიალებას. მოტრიალებას ზუსტად მზის მოტრიალებას გულისხმობენ, ხო? რაც შეეხება სიდერალურ ზოდიაქოს, სიდერალური ზოდიაქო უკვე ეყრდნობა მზის რეალურ მდებარეობას ვარსკვლავურ ფონზე, ანუ თანავარსკვლავედების ფონზე ვხედავთ მზეს, რომელიღაც თანავარსკვლავედთან და ვამბობთ, რომ იმ თანავარსკვლავედის ნიშნის მატარებელია ადამიანი, ხო, სიდერალურ ზოდიაქოში. და ეს უფრო ასტრონომიული სიზუსტით ასახავს მზის რეალურ მდებარეობას თანავარსკვლავედებთან მიმართებაში. თუმცა ეს არის თანავარსკვლავედები და ამათ შორის არის ზუსტად სხვაობა და ჩვენ დასავლურ ასტროლოგიაში რასაც გამოვიყენებთ, ეს არის უკვე ზოდიაქოს ნიშნები, რაც არის დაკავშირებული სეზონებთან. სიდერალურ ზოდიაქოში მზის მთვარის და პლანეტების მოძრაობა მოიაზრება ვარსკვლავურ სარტყელში. ეს მოიცავს 12, ზოგჯერ 13 თანავარსკვლავედს, ზუსტად იმ ჯგუფებს, რომელიც არის თვალით ხილული და ხედავს ადამიანი. თვითონ სიტყვა არის ლათინურიდან წარმოშობილი, სიდუს ნიშნავს ვარსკვლავს. რატომ არსებობს ახლა ეს განსხვავება, ხო? ტროპიკულ და სიდერალურ ზოდიაქოს შორის დღეს არის განსხვავება 23 გრადუსი და 50 მინუტი. ეს განსხვავება გამოწვეულია ეგრეთ წოდებული ეკვინოქსების პრეცესიით, რაც უკავშირდება დედამიწის ღერდის მოძრაობას. დედამიწის ღერდს, ანუ სრული ზოდიაქოს ნიშნები რომ მოიცავს, სჭირდება დაახლოებით 25920 წელიწადი, რომ მთლიანი წრე შემოარტყას, ხო? და ამას ქვია პლატონური წელიწადი. და ყოველ 72 წელიწადში 1 გრადუსით გადაადგილდება. ამ წინა ლექციაშიც გქონდა ამაზე საუბარი, ელინისტური ასტროლოგიის პერიოდთან დაკავშირებით ვისაუბრეთ მოკლედ ამ თემაზე. დედამიწის ღერდი მოკლედ ესე ნელა მოძრაობს და იმ პერიოდში, როცა ზოდიაქოს ნიშნების სისტემა ჩამოყალიბდა, დღევანდელ დღემდე მიაღწია ამ მოძრაობამ 23 გრადუსსა და 50 მინუტს, ხო? ეს განსხვავება არის ზუსტად დედამიწის ღერდის მოძრაობის შედეგი, როგორც ზუსტად ეს ზოდიაქოს სისტემური განსხვავება ჩვენ გვეხმარება ეპოქების განსაზღვრაში. ესე რომ ვთქვათ, დღეს გეოცენტრულად რო ავიღოთ, მზე გაზაფხულის ბუნიობაზე იმყოფება თევზების თანავარსკვლავედთან ხას უშვა ამ სიტყვას და არა ზოდიაქოს ნიშანთან. რაც ვიცით, რომ მიუთითებს, რომ ვიმყოფებით თევზების ეპოქაში, ხო? იგივე დედამიწის დედამიწის ღერძი უყურებს, ხო? იგივე ჩვენც ვუყურებთ თევზების თანავარსკვლავედს, ხო? გაზაფხულზე. თუმცა ნელ-ნელა უახლოვდებით მერწყულის ეპოქას. ეს არის უკუმოძრაობაში, ავიცით, ხო? პრეცესია ეგეც და იმიტომ უკუმოძრაობს და გადადის მერწყულის ეპოქაში. დაახლოებით თითო ეპოქას სჭირდება 2000 წელზე მეტი, ზუსტად არ მახსოვს ახლა ციფრი, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშანი გაიაროს, ხო? ეკლიპტიკა, ზოგადად ასტროლოგია ვიცით, რომ არის გეოცენტრული სისტემური ცოდნა და ყველაფერს ასტროლოგიაში განვიხილავთ დედამიწაზე მდგომი ადამიანის გადმოსახედიდან, დედამიწაზე მდგომი სუბიექტის გადმოსახედიდან და ზუსტად მაგიტო არის საჭირო, რომ ჰოროსკოპის ასაგებად ვიცოდეთ დრო და ადგილი,
სადაც დავიბადეთ, ხო? ეკლიპტიკას განსაზღვრავენ როგორც ცის სფეროს დიდ წერტილს, რომელზეც მიმდინარეობს მზის ხილული წლიური მოძრაობა ვარსკვლავებს შორის. ეს მზის მოძრაობას ვიცით, რომ მზე არ მოძრაობს, ვიცით ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ასტროლოგიაშიც ვიცით, რომ ესეა, თუმცა ეს არის სუბიექტური ცოდნა და სუბიექტური კვლევა, ხო? და თუ როგორ მოქმედებს სუბიექტურად ჩვენზე ეს ყველაფერი. და ზუსტად მაგას აღნიშნავს, ხო? სახელწოდება ეკლიპტიკა წარმოდგება უძველეს დროშივე ცნობილი ფაქტიდან, რომ მზისა და მთვარის დაბნელებები მაშინ ხდება, როცა მთვარე ეკლიპტიკის სიბრტყის მახლობლად არის. ციური ეკვატორი კიდე ერთ-ერთი ის გავიგოთ, ეს არის წარმოსახვითი, ანუ ეკვატორი ისედაც ვიცით, რაც არის და ეს წარმოსახვითი ციური სფეროს დიდი წრე დედამიწის ეკვატორის იმავე სიბრტყეზე, ანუ უნდა გავაფართოვოთ ეს და არის საცნობარო სიბრტყე ეკვატორულ კოორდინატთა სისტემაში. ეს სხვანაირად რო ვთქვათ, ციური ეკვატორი არის ხმელეთის ეკვატორის აბსტრაქტული პროექცია რა, გარე სივრცეში. ეხლა ერთ-ერთ თემამდე მივდივართ, მნიშვნელოვნამდე და ეს მინდა რომ გასაგები იყოს ამ თემასაც ეხლა იმიტომ ვთავ, რომ უფრო გავიაზროთ რა, თუ რამ ხელა კავშირში ვართ ჩვენ სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან, იქ კოსმოსში რაღაცები თავისთვის ისე არ ხდება, რომ ჩვენზეც არ იმოქმედოს. ზუსტად ყველაზე კარგად ეხა ეს რა თქმა უნდა ტეტრაბიბლოში არის, რა თქმა უნდა ეგ სეზონებთან დაკავშირებით აღწერილი რაღაცეები, ხო? რატო შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე? მზის მან ხო მზის მდებარეობა ეს არის ყველაზე ხილული მზე და მთვარე მნათობი, მაგიტოც არის ყველაზე ძლიერი ასტროლოგიურ რუკაში მზე და მთვარე, იმიტომ რომ ყველაზე ხილულად და ყველაზე მარტივად შეგვიძლია აღვიქვათ ის ენერგიები, რომელსაც გვაძლევთ ეს ორი მნათობი მზე და მთვარე, ხო? ეხლა გადავუხვიეთ ცოტა თემას, ახლა მთავარი განსხვავება სიდერალურ და ტროპიკულ ზოდიაქოს შორის არის აზომად აღებული სიბრტყეები. ტროპიკულ ზოდიაქოში ეს სიბრტყე არის ეკლიპტიკა, ხოლო სიდერალურში ეს არის ციური ეკვატორი. რომ შევაჯამოთ, ანუ მთავარი განსხვავება ტროპიკულ და სიდერალურ ზოდიაქოს შორის არის აზომად აღებული სიბრტყეები. ტროპიკულ ზოდიაქოს შემთხვევაში ეს არის ეს სიბრტყე, რომელსაც აზომად ვიღებთ, არის ეკლიპტიკა, ხოლო სიდერალურ ზოდიაქოში ეს არის ციური ეკვატორი. ეკლიპტიკა იგივე მზის წლიური გზა დედამიწის ჰორიზონტთან მიმართებაში, ხოლო ციური ეკვატორი კიდე არის სიბრტყე თანავარსკვლავედების სარტყელი, ხო, რომელიც მდებარეობს 7 გრადუსით ეკლიპტიკის ზემოთ, ხო, და ზუსტად აი ამ სიბრტყეზეა საუბარი სიდერალურ ზოდიაქოში. მოკლედ, მე მგონი რომ უკვე გასაგებია ეს თემა. ჩვენი ეპოქა, ანუ ჩვენთვის ისევ არის ჯერჯერობით არის ისევ თევზების ეპოქა და ეხლა არის გარდამავალი პერიოდი მერწყულის ეპოქაში. ანუ ისედაც ვიცით ასტროლოგიის შემდეგ უფრო ღრმად რომ შევალთ და ვისწავლით. ზოდიაქოს ბოლო გრადუსებში, გარდამავალ გრადუსებში, ვინც არის დაბადებული, ან თვითონ ზოდიაქოს ნიშნები, რაღაცა ესეთ თვისებებს ატარებს რა, გარდამავალ თვისებებს. და აქ უკვე ველოდებით რაღაცა ცვლილებები უკვე არის ჩადებული, ხო, ზოდიაქოს ბოლო გრადუსებში. როგორც მუტაბელურ ნიშნებში არის რაღაცის დასასრული, თუმცა რაღაცის დასაწყისიც, ხო, ჩადებული აუცილებლად. იგივეა ეპოქების შემთხვევაშიც. ქრისტე ზუსტად მოვიდა თევზების ეპოქის დასაწყისში, განსხეულებაში, ну ესე ითვლება და თევზებიც ძალიან ხშირია ბიბლიაში. თევზების, ხო, ისინი სიმბოლო, ქრისტიანობის სიმბოლო თევზი ძალიან ხშირად არის ნახსენები, ხა შეიძლება ძალიან სასაცილოდ მოეჩვენოს, ხა ვინც ისე არაფერი არ სმენი ასტროლოგიაზე და ზოგადად ისე ჩართავს და მოусმენს, შეიძლება ძალიან სკეპტიკურად შეხედოს ამ ყველაფერს. თუმცა რაღაცაში რო გაერკვე 1 და 2 ვიდეოთი და 1 და 2 წინადადებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტან. მაშინ ვინც ფიქრობთ, რომ სკეპტიკოსი უნდა იყოთ, ეცადეთ უკეთესად გაერკვეთ ამ ყველაფერში.
და ასევე ქრისტეს დაკავშირებულია ვერძის არქეტიპთანაც, ანუ კრავთან, ხო? ღმერთის კრავია და ერთდროულად თევზის სიმბოლოც ხშირად უკავშირდება. ქრისტიანობაში თევზი არის უძველესი სიმბოლო, რაც ასახავს ახალ ეპოქაში შემოსულ სულიერ იმპულსს. ქრისტეს მოსვლით დაიწყო ახალი ცივილიზაციური ციკლი, რომლის გაცნობიერებაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხო? თუმცა ეხლა გარდამტეხ მომენტში არის შესული და სწორედ ამიტომაა საჭირო მთელი ეპოქა, რათა კაცობრიობამ ამ საიდუმლოს სიღრმე მთლიანად შეიგრძნოს. ეს არის ის მთელი ეპოქა 2160 წელი, ხო, იმ 26,000-25,920 უნდა გავყოთ 12-ზე, რომ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის თითო ეპოქის დრო გავიგოთ, ხო, რამდენია და ეს არის ზუსტად ეს. ტროპიკული ზოდიაქო ანუ იქმნება იმ წერტილებზე დაყრდნობით, სადაც ციური ეკვადორი ეკლიპტიკას კვეთს, ხო? და ზუსტად ეს წერტილები ქმნიან ანუ ეკვინოქსებს და სოლსტისებს. ეკვინოქსები იგივე ვიცით რო არის დღეღამსწორების წერტილები, ანუ გაზაფხულის და შემოდგომის დღეღამსწორობები, ვერძი და სასწორი, ხოლო სოლსტისები კი არის მზის ყველაზე მაღალი წერტილი, ანუ ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე, ხო? კირჩხიბი და თხის რქა. ანუ ამ წერტილებს გულისხმობთ. ამ გზით ზოდიაქოს რკალი ასახავს დედამიწის მოძრაობას მზის გარშემო, მაგრამ სიმბოლურად აერთიანებს სულიერს და მატერიას ერთიან სისტემად, ხო? დედამიწის პრეცესია არა მარტო კულტურულ ციკლებში შეგვიძლია დავინახოთ, არამედ ადამიანის ორგანიზმშიც არის ჩაბეჭდილი და ზუსტად აქ გავიხსენოთ ანალოგიის პრინციპი, როგორც ზემოთ, ისეა ქვემოთ, ხო? და ეხლა დაუკვირდეთ, არქეტიპულ ადამიანში საშუალოდ 25,920 ამოსუნთქვა რა, პრეცესიის ციკლის წლოვანებას შეესაბამება ეს ყველაფერი. საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 72 წელი და მისი გულისცემაც იგივე რიცხვს უკავშირდება. ესეც მიგვითითებს ზუსტად ამ ჩვენს ჰერმეტულ ანალოგიის პრინციპზე და რამდენად მნიშვნელოვანია აქ უნდა გავაცნობიეროთ აი ამ კოსმიური ჰერმეტული პრინციპების დაკავშირება ზუსტად ასტროლოგიასთან და ასტროლოგიის შესწავლასთან. შემდეგ იქ, რა თქმა უნდა, იუნგის არქეტიპებს და კიდევ უფრო ფსიქოლოგიურადაც ჩავშლით, რომ უფრო სიღრმისეულად გავიგოთ, მაგრამ ამ ყველაფრის ესე ფართო სურათში, ფართო პერსპექტივაში დანახვა უფრო გვაძლევს რა რეალურ სურათს და რაღაც ნამდვილ ასტროლოგიის ნამდვილობას, ნამდვილ სახეს გვიჩვენებს, ხო? ტროპიკული ზოდიაქოს 4 ძირითადი წერტილი, ეს არის გაზაფხულის და შემოდგომის ეკვინოქსები, ზაფხულის და ზამთრის სოლსტისები ქმნიან ჯვარს, ხო? ეს ჯვარი მითოლოგიებში იყო ცნობილი როგორც 4 ბურჯი და მას ეყრდნობოდა სამყაროს სტრუქტურა, ანუ ცასა და მიწას შორის ამყარებდა ეს 4 წერტილი კავშირს. მათი სიმბოლური ფუნქცია ცნობიერის და არაცნობიერის დამაკავშირებელია, როცა კაცობრიობა განიცდის დიდ გარდატეხებს, ზუსტად ამ მომენტებში ეს ბურჯები იშლება და მათ ადგილს ახალი იმპულსები იკავებს. ამჟამად ეკვინოქსების და სოლსტისების წერტილები ემთხვევა თევზები, ტყუპები, ქალწული და მშვილდოსნის, ანუ აქ უკვე სიდერალურ ზოდიაქოში ვიძახეთ წერტილებს, ხო? ეკვინოქსი იგივე დღეღამის ბალანსის მომენტია, ეს ნათელის და ბნელის ბალანსი აქვს, ცნობიერის და არაცნობიერის შორის ხიდადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. სოლსტისის წერტილები კი განიხილებოდა როგორც სულიერი კალიბჭეები, კარი, რომლის გავლითაც ადამიანი უკავშირდება კოსმიურ იმპულსებს. ზაფხულის სოლსტისზე, კირჩხიბის გრადუსში, 0 გრადუსში, ხო, ვიცით, რომ მზე აღწევს თავის ზენიტს. 21 ივნისს, ხო, ვიცით, რომ არის ზაფხულის ბუნიობა, ეს ცნობილი ფაქტია. შემდეგ იწყებს დაღმასვლა, ზამთრის სოლსტისზე ყველაზე დაბალ წერტილში ჩადის და აქ თითქოს ხდება ჰადესის სამეფოში, სადაც ყველაზე ცოტა არის, ნაკლები არის მზის სინათლე, ხო? სითბოც, სინათლეც ნაკლებია. სიტყვა სოლსტისი სწორედ მზის გაჩერებას ნიშნავს, ხო? ტყუპების და მშვილდოსნის თანავარსკვლავედებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. არა მარტო სოლსტისის წერტილებია, არამედ ზუსტად აი ამ თანავარსკვლავედებში
იკვეთება ჩვენი galaktika, იგივე ირმის ნახტომი ეკლიპტიკასთან. ეკლიპტიკა ვიცით, რომ არის მზის გზა ჩვენს დედამიწასთან მიმართებაში, ხო? ეს ნიშნავს, რომ ეს წერტილები დედამიწას და galaktikas შორის, ან დედამიწას, მზის სისტემას აკავშირებს galaktikasთან, ხო? კავშირის ხიდებია ზუსტად ეს წერტილები. ეს არის ტყუპების 10 გრადუსი და მშვილდოსნის 20 გრადუსი. და ახლოს არის ეს ყველაფერი უკვე სოლსტისების წერტილებთან. ანუ დედამიწის ჰორიზონტი მზის გზას გვაჩვენებს, ხო? მზე გადმოგვცევს ზოდიაქოს ნიშნების ენერგიას, ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოებში, ანუ თანავარსკვლავედებში, სოლსტისების დროს იხსნება galaktikuri კარიბჭეები უკვე და შემოდის სამყაროსეული ენერგია რა, ესე რომ ვთქვათ. აი რატო იყო მნიშვნელოვანი 2012 წლის 21 დეკემბერი. ამ დღეს ზამთრის სოლსტისის დროს, ზამთრის ბუნიობის დროს, მზე ემთხვეოდა galaktikis ცენტრს, იმ ადგილს, სადაც მდებარეობს შავი ხვრელი, იგივე სიგიტარიუს A. ეს შავი ხვრელი არის galaktikis ცენტრი, ხო ვიცით? და შიშები და ამჯერ არ არის ისე შესწავლილი მეცნიერულად, რა თქმა უნდა, თუმცა ეზოთერული კუთხით ეს შავი ხვრელი არის იგივე ცენტრალური მზე, ხო? ცენტრალური მზე არის და ეს არის ტრანსფორმატორი რა, მოკლედ რო ვთქვათ, შთანთქავს, მაგრამ ეს შთანთქმა არის თან გარდაქმნა. და დავუბრუნდეთ ახლა 2012 წელიწადს, ეს იშვიათი თანხwebdra ხდება დაახლოებით 26,000 წელიწადში ერთხელ და მაიას ცივილიზაციის კალენდარით ზუსტად რომელიც იწყებოდა 3114 წლით ძველი წელთაღრიცხვით სრულდებოდა ზუსტად 2012 წელიწადს. თუმცა მისი მაიას ტრადიციული სწავლებით ეს არ იყო სამყაროს დასასრული, არამედ ერთი ციკლის დასრულება და ახლის დასაწყისი. ეს ნიშნავდა გლობალური კულტურის ფაზის დასრულებას და სულიერი ცნობიერების ახალი ტალღის ამაღლებას და რეალურად მართლა ეგრეა რა. მიდამოებში ხდება ზუსტად 2012 წლის მიდამოებში, ეხლა ამ ეპოქაში ვართ და შეიძლება ისე წმინდად და სუფთად ვერ ვაცნობიერებთ რა ხდება, თუმცა ზუსტად აი აქედან ხდება რა, აი უფრო ტექნოლოგიური განვითარებები და ის რაც 2012-ში ხდებოდა მანამდეც თუნდაც მე-20 საუკუნეში, მე-20 საუკუნის მიწურულსაც დღესდღეობით თუნდაც დღევანდელ დღეს უკვე საერთოდ სხვაგან ვართ, ხო? და რატო? ზუსტად მაგიტომ რომ რაღაცა ცივილიზაციის ახალ ეტაპზე გადავიდა სამყარო. ხო? აქვე უნდა გავიხსენოთ ზუსტად ამასთან დაკავშირებით ვიბრაციის პრინციპი, რომ არაფერი არ არის უძრაობაში. ყველაფერი ვიბრირებს და ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. აქ ძალიან კარგად არის ერთ წიგნში, იმას წიგნში, ციკლი, რაც რეალური ადამიანის ცხოვრებაში ვლინდება, ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით უწერია. სრულიად კაცობრიობაზე შეიძლება გავრცელდეს და რაც სრულიად კაცობრიობაზე ვრცელდება, ის სამყაროზეც შეიძლება გავრცელდეს. ყველა პროცესი წარმოადგენს ციკლს, ციკლებში, სადაც მცირე ციკლი უფრო დიდი ციკლის ნაწილია. იმ არის გნოზისი, ანუ ანგელოზის გული, ხო? ამ წიგნების ავტორი, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ზუსტად ამ სახელწოდებით დაგუგლოთ და ნახავთ. ახლა ისევ მიუბრუნდეთ ტროპიკული ზოდიაქოს წარმოქმნას, ხო? და თვითონ თემას ჩავწუდეთ რა არის ახლა. თავდაპირველად ვიცით, რომ არის რაღაცა ეთერი, როგორც მარადიული და ყოვლის მომცველი სუბსტანცია, რომელიც წარმოადგენს ზალათს. ის აღწევს სივრცეებში და ზემოქმედებს დედამიწაზეც. ეთერის მოძრაობა იწვევს პირველადი ელემენტები, ვიცით, არის ცეცხლი და ჰაერი, ხო, ცვლილებას. მაღალ ვიბრაციულსაც ეძახიან ამ ელემენტებს. ამ ელემენტების მეშვეობით ბუნებაში ცვლილებები გადადის უკვე მიწასა და წყალზე. მიწა და წყალი უფრო მატერიალური და დაბალ ვიბრაციულ ელემენტებად ითვლება მცენარეებზე და ცხოველებზე და ადამიანზეც. ეს ყველაფერი, ხო? მზის მუდმივი ზემოქმედება ბუნებრივ პროცესებზე ვლინდება როგორც სეზონური, ასევე ყოველდღიური ცვლილებების სახით. მაგალითად ეს
ხორციელდება როგორც მცენარეების ზრდაში ცხოველების გამრავლება ზუსტად ციკლთან არის, მზის ციკლთან არის ესეც დაკავშირებული. წყალდიდობები, კლიმატის ცვლილებები, ეს მთვარის და მზის მთვარის მდებარეობებთან არის დაკავშირებული ცაზე და ეს ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმაც გაუცნობიერებელ დონეზე, თუმცა ეყრდნობოდნენ ასტროლოგიას. ასტროლოგია ასტროლოგიის ერთ-ერთი სახეა ესეც, ხო? საყოფა ცხოვრება ასტროლოგია. მზე წარმოადგენს ძლიერ ენერგეტიკულ წყაროს, რომელიც არა მარტო ზრდის სიცოცხლეს, არამედ აყალიბებს მოვლენებს დედამიწაზე. ზუსტად მოვლენის ჩამოყალიბებაა ის, რომ გაზაფხული მოდის, ზუსტად მოვლენის ჩამოყალიბებაა ის, რომ ზაფხული მოვიდა, ხო? გაზაფხული მარტო გაზაფხული მოდის, ამაში რამდენადაც გულისხმობთ, ხო? სიცივიდან სითბოში გადავდივართ, ირგვლივ ყველაფერი იცვლება, მწვანდება, ჩნდება იმედი, ისახება რაღაცა სიცოცხლე, ხო? ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერზე. მთვარე ყველაზე ახლო ციური სხეულია, რომელიც მკაფიოდ მოქმედებს ზღვის მიქცევ-მოქცევაზე, მდინარეების დინებაზე, ცხოველთა და მცენარეთა ციკლებზე და ასევე სხვა რო არაფერი ჩვენ სავსე მთვარეობის დროს ჩვენს ემოციურ მდგომარეობას რო დავაკვირდეთ, უკვე იქ მივხვდებით, რომ ჩვენზეც ძალიან მოქმედებს მთვარის ცვლილება ცაზე. ვარსკვლავები და პლანეტები კი და მათი მოძრაობა და მათი განლაგება იწვევს უკვე შეგვიძლია უფრო ნატიფ კლიმატურ ცვლილებებს, ამინდებს, გრძელვადიან ზეგავლენებს მათ, რომელიც ხშირად ნაკლებად შესამჩნევი არის ეს, ხო? შემდეგი გვაქვს რაც ასტროლოგიაში ასევე ძალიან ეხლა გაცნობთ ძალიან მოკლედ შემდეგ ლექციებში უფრო ჩავშლი ყველა ამ თემას. ასპექტები და კონფიგურაციები გვაქვს, ხო? შემდეგი ასტროლოგიაში პლანეტათა ერთმანეთთან განლაგება ქმნის ასპექტს. კავშირს იგივე, რომელიც განსაზღვრავენ ცვალებადობას სამყაროში. ასპექტები შეიძლება იყვნენ ჰარმონიული, დადებითი ან დისჰარმონიული უარყოფითი. ანუ ეს ტრადიციულ ასტროლოგიაში. მაგალითად, პლანეტათა შეერთება ან კვადრატი ქმნის სხვადასხვა სახის მოვლენების წინაპირობას. ადამიანს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების წინასწარ დანახვა და ანალიზი ციური სხეულების მოძრაობაზე დაკვირვებით, თუნდაც არ გამოიყენოს სამეცნიერო მეთოდები. თუ ამინდის პროგნოზირება შესაძლებელია პლანეტარული მონაცემების მიხედვით, მაშინ შესაძლებელია ადამიანის ხასიათის, ტემპერამენტის და სულიერი თვისებების პროგნოზიც, მისი დაბადების მომენტის ციური კონფიგურაციის საფუძველზე ზუსტად, ხო? თუმცა პლანეტარული კონფიგურაციები იშვიათად იმეორებს თავს იდენტურად, რაც ზუსტ პროგნოზს ართულებს. რატო იმეორებს? ეხლა შეიძლება თავდაპირველად ვერ მიხვდეთ ეხლა ამას, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ყავს მაგალითად მერკური კირჩხიბში, მერკური თხის რქაში, მთვარე თხის რქაში, ვენერა მორიელში, ანუ ეს არის ძალიან ხშირი, ხო? მაგრამ ადგილი, რომელ ადგილასაც დაიბადე, დრო, რომელ დროსაც დაიბადე, მაგალითად შენ თუ დაიბადე, თქვათ ამერიკაში, რაღაც მანჰეტენზე, იქ უფრო დიდი შანსია, რომ ბევრი შენაირი რუკის მქონე ადამიანი დაიბადოს, მაგრამ შენ თუ დაიბადე, ნუ საქართველოში, სადღაც მთებში, ხო? ანუ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში დიდად არ იცვლება, ეხლა მე თუ თქვა სვანეთში დავიბადე და თბილისში ჩავწერო, დიდად არ იცვლება ამითი არაფერი. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, ხო? თუ სადიბადება, რომელ გარემოში ადამიანი და რა ბედის მატარებელია. ბედის, რომელიც უნდა გახსნას, ხო? ბედს აქ ფატალური ხასიათით არ გულისხმობ. ასტროლოგია არ არის აბსოლუტური მეცნიერება. ის მეტწილად ატარებს სავარაუდო ხასიათს. სავარაუდო ხასიათშიც შეგვიძლია ეს რატო ატარებს ეხლა ასტროლოგიაში, ანუ ფიზიკურ ახლა გინდა პროგნოზირებას, გინდა ნატალურ უკას რო ვკითხულობთ, ჩვენ ფიზიკურად შეგვიძლია რაღაცა მოვლენები ვნახოთ, ანუ სამი დონეა, ხო? ეს არის ფიზიკური, ემოციური და სულიერი დონე, ხო? ემოციური დონე ადამიანებში არის ძალიან განსხვავებული, ძალიან განსხვავებულად მოქმედებს
მთვარე მაგალითად მშვილდოსანში ერთ ადამიანში, მთვარე მშვილდოსანში მეორე ადამიანში. ანუ აქ თვითონ ადამიანის განვითარების დონესთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. და ამ ყველაფრის უკეთ გაგებას შევძლებთ შემდეგ ლექციებში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი დასაწყისში, ხო? ასევე უნდა გავითვალისწინოთ გენეტიკა და თესლი, ხო? თუ რა გენეტიკის არის ადამიანი, იმიტომ რომ მაგალითად თუ არის უნდა დაიბადოს ცხენი, ის ვერ გახდება შემდეგ კამეჩი, ხო? იგივე არის ადამიანისთვის, ანუ ეს ძალიან უტრირებულად რო ვთქვათ და ძალიან მარტივი მაგალითი რო იყოს. რა თქმა უნდა, ადგილი, სხვა გეოგრაფიულ მდებარეობებზე დაბადებული ადამიანები თვითონ ფიზიკურად, სულიერად, რელიგიურად, კულტურულად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გინდათ საქართველოში ხა მე თუ დავიბადე ვთქვათ იმერეთში და დავიბადე ვთქვათ აჭარაში მაგალითად, შეიძლება სხვადასხვა რელიგიაც კი განსხვავებულია, ხო, ამ ორ მხარეში ხასიათიც განსხვავებულია და ან ბევრი რამე არის განსხვავებული, რაც აყალიბებს ადამიანის ინდივიდუალურ ხასიათს და უნდა დაინახოს ეს ყველაფერი რუკის საკითხვისას. გააჩნია რა, თუ ითხოვს იქ, გააჩნია ადამიანი რას ითხოვს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რაღაცეები. ტროპიკული ზოდიაქოს პრინციპები და ციური სხეულების მოძრაობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის მოვლენებზე, ასევე როგორც ბუნებრივ მოვლენებზე, ასევე ადამიანებზე. აუცილებელია გარემო პირობების გათვალისწინება, აღზრდის, კულტურული ფონის, ინდივიდუალური თავისებურებებისაც ასევე. ასტროლოგია არ არის მაგიური წინასწარმეტყველება, არამედ მეთოდი კანონზომიერებების გასააზრებლად, რომ ეს კანონზომიერებები დავაკავშიროთ სამყაროსთან რა, სამყაროსთან ჭრილში ყველას გვაინტერესებს რატო დავიბადეთ და რაღაც ესეთ კითხვებს ხშირად უშავთ ხოლმე სხვა ადამიანებს, რეალურად ეს კითხვები საკუთარ თავს უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ გვაქვს ყველაფერზე პასუხი, თუმცა ამ პასუხამდე მისვლაში შეიძლება ვიღაც სხვა კი დაგვეხმაროს გააჩნია ჩვენს მზაობას, ხო? შემდეგ რაც გვიმინდოდა მეთქვა, ანუ ეს სეზონების ანალოგიაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ვერძის, ახლა ვთქვათ, რომ არის ენერგიის გამოღვიძება და უკავშირდება ზუსტად იმპულსურობას, ლიდერობის სურვილს, ნებას, მოქმედების ნებას, ინიციატივას და ეს სეზონებით რომ მსგავსება გავაკეთოთ, თქვენ ყველა იცნობთ წელიწადის ნებისმიერ სეზონს, ნებისმიერ თვეს. თუ კონკრეტულ თვეს რა ემოციები მოგდით, რა რისი სურვილი გიჩნდებათ, ზუსტად ის თვისებები გარემოში რაც ხდება, თუ სიცივეა, უფრო ცივი ხასიათისაა ადამიანი, თუ სითბოა, სიცხეა, უფრო ადამიანი უფრო ის არის, თუ სიცხეა მაგალითად, ხო, ეხლა ლომებს ხშირად მაშვებიან, ადანაშაულებენ ხოლმე ამ პარტაონებაში, მაგას მე ჩავწერ, იმიტომ რომ მზე ძალიან შემაწუხებელია ლომის პერიოდში გააჩნია სადავართ ქალაქში, ხო, თუ მაგალითად და იმიტომ რომ თავის მაქსიმუმს აღწევს თავისი სიმხურვალის. დაკავშირებულია ესეც ზუსტად მზესთან, მაგის თქვა მინდა სეზონებთან, თუმცა ამას ამ ლექციაში აღარ ჩავშლი მეტად, იმიტომ რომ უფრო ზოდიაქოს ნიშნებზე რომ გადავალ, უფრო დეტალურად ვისაუბრებ შემდეგ ამ ყველაფერზე რა. ეხლა ელემენტებზეც ვიტყვი რაღაც ეს ვიცით რომ არის 4 ელემენტი წერანაც ვახსენ, ეს არის ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი და ეს ელემენტები წარმოადგენს მატერიალურ სტრუქტურის და ორგანული მთლიანობის ფუნდამენტალურ საწყისებს. ელემენტები განასახიერებენ ენერგიის და ცნობიერების ძირეულ ფორმებს, რომელიც თითოეულ ჩვენგანში მოქმედებს. თანამედროვე ფიზიკამ აჩვენა, რომ მატერიაც არის ენერგია, შესაბამისად ამ 4 ელემენტის ურთიერთქმედება და კომბინაცია ქმნის მთელ მატერიას. როცა სიცოცხლის ნაბერძგარი ტოვებს ადამიანის სხეულს სიკვდილისას, ეს ელემენტები, ეს საწყისი ელემენტები განცალკევდებიან და უბრუნდებიან თავიანთ პირვანდელ მდგომარეობას. მხოლოდ სიცოცხლე არის ის, რომელსაც სოციალურ ორგანიზმში შეუძლია მოათავსოს ადამიანი და გააერთიანოს, ხო? ყველა ადამიანი ფლობს ამ 4 ელემენტს, თუმცა თითეული მათგანი ამ ყველაფერს გრძნობს განსხვავებულად. თითეული ელემენტები ვლინდება, ესეც აღვნიშნეთ უკვე სამრხევით მოდალობაში, ეს არის კარდინალური, ფიქსირებული და მუტაბელური. როცა ამ 4 ელემენტს სამ მოდალობას უკავშირებთ, ვიღებთ ზუსტად 12
ძირითად ენერგეტიკულ მოდელს, რომელიც ქმნის 12 ზოდიაქოს ნიშანს. ზოდიაქოს ნიშნებს ასევე ენერგეტიკულ ველებს, არქეტიპულ მოდელებს და უნივერსალურ შემოქმედებით პრინციპებსაც უწოდებენ. ეს ტერმინები ერთი და იგივე რეალობას აღწერენ. უნივერსალური შემოქმედებითი პრინციპები არის ცოცხალი რეალობა, რომელსაც ასტროლოგია სიმბოლურად გადმოსცემს. ეს პრინციპები არის იდენტური იუნგის არქეტიპების. იუნგის თანახმად არქეტიპის ნამდვილი ბუნება ცნობიერად ვერ შეიმეცნება, რადგან ის არის ტრანსცენდენტური. იმის გასაგებად, თუ რას წარმოადგენს ეს ენერგეტიკული მოდელები, შეგვიძლია დავაკვირდეთ ხელის გულს, ისევე როგორც ხელის გულის და თითების უნიკალური ხაზები, იგივე ენერგიები მოქმედებენ როგორც სხეულის, ისე ფსიქიკის, სიცოცხლის უნარიანობის და შენარჩუნების პროცესებში. ხო, ეს ცოტა შეიძლება გაურკვეველი შედარებაა, მაგრამ სხვა შემდეგ ლექციებში რაღაცა უფრო გაიხსნება რა. იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდნა, რაც უფრო ფრაქტალურია, დაშენებულია ერთმანეთზე, მით უკეთესად ვიგებთ მერე შემდეგ ამ ყველაფერს, რაც უფრო მეტად სტრუქტურულია. რაღაცა საფუძველი, რაც ხვალ უნდა გავიგოთ, ან ზეგ უნდა გავიგოთ, დღეს უნდა ჩავაგდოთ მაგის სიმართვალი, ხო? და ზუსტად მაგიტო ვამბობ, ეხა რაღაცებს შეიძლება ეხა დღეს ცოტა გაურკვეველი იყოს რაღაცეები, მაგრამ მერე ეტაპობრივად უფრო გაიაზრებთ რა რაღაცეებს. თუ ჩვენ ვიღებთ ფსიქიკური ძალების არსებობას, ასევე უნდა მივიღოთ ყველა მატერიალური და ფსიქიკური ცხოვრების უხილავი სამშენებლო ბლოკები. ეს უხილავი სამშენებლო ელემენტები არის პირველადი ენერგეტიკული მოდელები, ანუ სამყაროს შემოქმედებითი პრინციპები. იუნგი უწოდებს მათ არქეტიპებს, რადგან ისინი დროის დასაწყისიდან აღალიბებენ სიცოცხლეს. ასტროლოგები მათ ზოდიაქოს ნიშნებს უწოდებენ და მათ ძირითად ადამიანის პიროვნულ ტიპებად მანიფესტაციაში განიხილავენ. არსებობს ზოდიაქოს ენერგეტიკული მოდელების გასაგებად რამდენიმე გზა. ერთ-ერთი არის ზუსტად მოდალობების ანალიზი, ანუ ჯვრების ანალიზი. კარდინალური ნიშნები გამოხატავენ ცენტრიდან გარეთ გამავალ ცეცხლოვან ენერგიას და უკავშირდებიან კონკრეტული მიმართულებით მოქმედების პრინციპს. კარდინალური ნიშნებიდან ვერძი და სასწორი აქცენტს აკეთებენ მოქმედებაზე აწმყოში, რომელიც მიმართულია მომავლისკენ. კარდინალური ნიშნები კირჩხიბი და თხის რქა უფრო მეტად წარსულისკენ არის ორიენტირებული. ეს ჩანს მაგალითად კირჩხიბის სახლში ყოფნაში, ანტიკვარიატის სიყვარულში, ხოლო თხის რქის ტრადიციებით და ისტორიით დაინტერესებაში. ფიქსირებული ნიშნები გამოხატავენ ცენტრისკენ მიმართულ ენერგიას. მათი მატერიალური გამოვლინებები უკავშირდება ინერციას, თუმცა ისინი ცნობილია კონცენტრაციის და გამძლეობის მაღალი უნარით. ფიქსირებული ნიშნები ვიცით, რომ ეს არის კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. მათი ენერგია შემოქმედებით ან სულიერ განვითარებაზე თუ არის მიმართული, ძალიან დიდი ძალის და ენერგიის პატრონები არიან. ფიქსირებული ნიშნები ყველაზე მეტად არიან აწმყოში ჩაფრულები. მათი კავშირი რეინკარნაციის და სულიერი განვითარების ეზოთეურ სწავლებებთან განპირობებულია, რომ მათში ენერგიის უზარმაცარი კონცენტრაცია არის. ფიქსირებულ ნიშნებში ენერგია თანაბრად მიედინება და გარკვეულწილად მათი კონტროლის ქვეშ არის. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომელთა მზეც არის ფიქსირებულ ნიშანში, ინტუიციურად გრძნობენ სიცოცხლის უნარიანობის სიღრმესა და ძალას. ამ ნიშნებს უწოდებენ ავატარის კარიბჭეებს და სულის მთავარი ინიციაციების საკვანძო სიმბოლოებს, რადგან მათ აქვს კონცენტრირებული ცნობიერების პოტენციალი. ეს 4 ნიშანი უკავშირდება 4 მთავარ ანგელოზსაც, თუმცა ამას აღარ ჩავშლი ახლა, იმიტომ რომ დაიბნევით ამდენი ცოდნით ერთად. ცვალებადი ნიშნები და პლანეტები, როგორც ენერგიის მარეგულირებლები, ცვალებადი ნიშნები ვიცით, რომ შეესაბამებიან ჰარმონიის პრინციპს, მათი წარმოდგენა სპირალური ენერგეტიკული მოდელების სახით შეიძლება. თევზები და ქალწული ქვემოთ მიმართული ენერგეტიკული სპირალების სიმბოლოები არის, გამოც მათ გარკვეული კავშირი აქვს წარსულთან, ხშირად კარმულ ნიშნებსაც უწოდებენ კარმულ ასტროლოგიაში, ხოლო ქალწული უფრო პიროვნული განვითარების წარსულ კრიზისებს უკავშირდება. ტყუპები და მშვილდოსანი კი ზემოთ მიმავალი ენერგეტიკული სპირალების სიმბოლოებად ითვლებიან, რაც მათ მომავლისკენ ორიენტირებულ ხასიათს განსაზღვრავს. ეს გამოვლინება
ჩდება მაგალითად მშვილდოსნის რაღაცა წინასწარმეტყველურ ტენდენციებში და ტყუპების გაუთავებელ ინტელექტუალურ სპეკულაციებში, მის ცნობის მოყვარეობაში. ცალკეული ნიშნის ელემენტი განსაზღვრავს ცნობიერების სპეციფიურ ფორმას და ინდივიდის უშუალო აღქმის სტილს. ჰაერის ნიშნები უკავშირდებიან აღქმას, გონების გამოხატვას, განსაკუთრებული კავშირი აქვთ გეომეტრიულ აზროვნებასთან. ცეცხლის ნიშნებს ჰაერის ნიშნები ვიცით, რო არის სასწორი მერწყული და ტყუპები, ცეცხლის ნიშნები ვიცით, რო არის ვერძი, ლომი და მშვილდოსანი და განასახიერებენ ისინი თბილ გამოსხივებად ენერგიას, მომნიჭებელ სიცოცხლის პრინციპს, რომელიც ვლინდება ენთუზიაზმში, სიყვარულში, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ეგოს ფორმით. წყლის ნიშნები ვიცით, რო არის კირჩხიბ-მორიელი თევზები, სიმბოლიზირებენ გამაგრილებელ მკურნალობას და დამამშვიდებელ პრინციპს, რომელიც დაკავშირებულია გრძნობიარობასა და ემოციებთან. მიწის ნიშნები კი კურო, ქალწული და თხისქა მჭიდრო კავშირში არიან უფრო ფიზიკური ფორმების სამყაროსთან და ფლობენ პრაქტიკულ უნარს გამოიყენონ მატერიალური სამყარო. უძველეს დროში ზოდიაქო აღიქმებოდა როგორც ბუნების სული. თუ ჩვენ ზოდიაქოს ნიშნებს სამყაროს პირველადი არქეტიპული ენერგეტიკული მოდელების სახით განვიხილავთ, გასაგები ხდება, რატომ მიაწერდნენ მათ ძველი ასეთ მნიშვნელობას. ამ შეხედულებას მხარს უჭერს ასევე ცნობილი ნათელმხილველის ედგარ კეისის შეტყობინებები, ამბობდა ის, რომ ცხოვრება ამ რხევების წრით მარაგდება. შესაძლოა ზოდიაქო მართლაც რხევათა წრედ განვიხილოთ, კეისის თქმით, ყველა ინდივიდი გარკვეულ რხევებზე, იგივე სიხშირეებზე არის მოწყობილი, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის თუ რას გულისხმობს ზოდიაქოს ნიშნებში. სიხშირეები იგივე ენერგეტიკა, ხო? ამრიგად ასტროლოგიაში ვიყენებთ გეოცენტრულ სისტემას და პლანეტების მოძრაობას განვიხილავთ იმ დროის ადგილთან მიმართებაში, სადაც ვიმყოფებით. დაბადების რუკის ასაგებად საჭიროა ვიცოდეთ დაბადების თარიღი, საათი, წუთი და ადგილი. ჰოროსკოპიც ზუსტად ამას ეწოდება. ძველად სანამ კომპიუტერულ პროგრამებს შექმნიდნენ, რუკები ეხაზებოდა ხელით. შესაბამისად, ყველა კარგ ასტროლოგს ასევე კარგად უნდა სწავლობდა ასტრონომია და მათემატიკა. ჩვენ ეპოქაში ტექნოლოგიები უკვე ასრულებენ ძალიან დიდ როლს, ძალიან დიდ დროს და ენერგიას ზოგავენ. რაც მომავალში აუცილებლად უკვე უნდა აისახოს წესით ასტროლოგიის მეტად განვითარებაში და დახვეწაში. მთავარია ჩვენ სიღრმისეულად გავიგოთ ის უნივერსალური პრინციპები, რაც ასტროლოგიის ფილოსოფიურ ასპექტებს წარმოადგენენ, რაც გაგვიადვილებს მიკროკოსმის და მაკროკოსმის დაკავშირებას და სამყაროს მთლიანობის წესრიგის დანახვას, რაც ასტროლოგიის ძირითად მიზანს წარმოადგენს. ატომის გაგებით ჩვენ შეგვიძლია გავუგოთ გალაქტიკას. ასტროლოგიის ღრმა შესწავლა ცხადყოფს, რომ წარმოადგენს სამყაროს მთლიანობის და წესრიგის დანახვის უნიკალურ საშუალებას. ასტროლოგია გვაკავშირებს სამყაროს მთლიანობასთან და გვეხმარება დავინახოთ ჩვენი ადგილი ამ დიდმიურ კოსმიურ სიმფონიაში, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ატომის გაგებით ჩვენ შეგვიძლია გავუგოთ გალაქტიკას. ეს არის ასტროლოგიის ძირითადი მისია და მისი შეუცვლელი ღირებულება ადამიანის სულიერი განვითარებისთვის. მოკლედ ეს იყო დღევანდელი ლექცია. მადლობას გიხდით, ვინც მიყურეთ, მომისმინეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზე. მადლობა.